ესე იგი საქმე შემდეგშია, რომ წელთაღრიცხვის შემოღება კალენდარის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. წელთაღრიცხვა, როგორც ამას გვამცნობს შემეცნებათა მატიანე, ქართული შემეცნებათა მატიანე, ანუ ცოდნის მატიანე, როგორც ამას გვაუწყებს ფარნავაზ მეფის თარიღიანი წარწერა, ქართული მზის უძრავი წელიწადის კალენდარული წელთაღრიცხვა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს. ეს არის ქართული წელთაღრიცხვის დასაბამი თარიღი, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგ ფარნავაზ მეფის ეროვნულ ქართულ წელთაღრიცხვას და უფრო გვიან ქრისტიანულ ქართულ წელთაღრიცხვას. რა თქმა უნდა, წლების ათვლა თანამიმდევრობით ხდებოდა, მაგრამ ეს თანამიმდევრული ათვლა დრო ჟამისა ხდებოდა 128 წლიანი ჟამეულებით. პირველი 128 წლიანი ჟამეული დაიწყო, რა თქმა უნდა, 540 წელს. მეორე 128 წლიანი ჟამეული დაიწყო 412 წელს. ეს ყველაფერი დადასტურებულია ქართულ წყაროებში და დადასტურებულია თავად ფარნავაზ მეფის თარიღიანი წარწერის წყაროებით. შემდეგ მესამე 128 წლიანი ჟამეული დაიწყო ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს. ესე იგი, თუ პირველი ორი თარიღი ცნობილია შემეცნებათა მატიანისა და ფარნავაზ მეფის თარიღიანი წარწერის წყალობით, თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი, რომელიც ფარნავაზ მეფის ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამია, დასაწყისია, ცნობილია უკვე ახალი წელთაღრიცხვის 367 წლის თარიღიანი ძეგლით, რომელსაც დავათის სტელა ეწოდება, ანუ დავათის ქვა სვეტი. ამდენად ყველა ეს თარიღები და ის ჟამეული, რომელიც ამ თარიღებს განაგებს, 128 წლიანი ჟამეული დადასტურებულია ქართულ წყაროებში და ამ 128 წლიანი თარიღების 128 წლიანი ჟამეულების მეშვეობით ჩვენ, ესე იგი, დადასტურებული გვაქვს ქართული წელთაღრიცხვისა და ფარნავაზის დროს ქართული ანბანის შემოღების თარიღიც. საქმე ის არის, რომ ქართული წელთაღრიცხვა, რომელიც აგებულია ამ 128 წლიან ციკლებზე, ეს ქართული წელთაღრიცხვა, რომელიც არის ბაბილონური
მთვარის კალენდრისა და ეგვიპტური მზის კალენდრის სინთეზი, აი ეს კალენდარი, რომელიც საფუძვლად დაედო წლების ამ აღრიცხვას, ქართულ წელთაღრიცხვას დადასტურებულია ქართულ ანბანში, ქართულ ასომთავრულ ანბანში. ახლა რაც შეეხება ქართული ანბანის შემოღების თარიღს. აგრეთვე დადასტურებულია ქართული წყაროების წყალობით, რომ ქართული ანბანი შემოღებულია ძველი წელთაღრიცხვით 444 წელს. 444 წელს, ესე იგი ამ მოქმედდა ქართული ანბანის კალენდარი, რომელიც ამ ანბანში არის ჩადებული. შოთაშორის 342 წლის დიდებული ძეგლი, ქართული თარიღიანი თხზულება, რომელსაც ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა ეწოდება, გვაუწყებს, რომ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს. სწორედ ეს ვიტონი განცხადება არ არის მეოთხე საუკუნის ამ თხზულებისა და რა იგულისხმება? სწორედ იგულისხმება ის, რომ ქართულ ანბანში დამარხულია ბაბილონური მთვარის კალენდარული სისტემა და ეგვიპტური მზის კალენდარული სისტემა. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ ქართული ანბანის განხილვაზე და გავარკვიოთ, როგორ არის გადმოცემული ეს კალენდარი მზისა და მთვარისა ქართულ ანბანში. საქმე ის არის, რომ ქართულ ანბანში იმთავითვე იყო 35 ასო ნიშანი. ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან დაწყებული 284 წლამდე ქართულ ანბანში, ქართული ანბანი, რომელიც შემოგრებული იქნა 444 წელს, ქართულ ანბანში, ესე იგი დავწეროთ ქართული ანბანში იყო 35 ასო ნიშანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ასო ნიშნებს ჰქონდათ რიცხვითი და კალენდარული მნიშვნელობა. ხოლო ძველი წელთაღრიცხვის 284 წლიდან ქართულ ანბანში 36 ასო ნიშანი იყო. აი ამ 35 და 36 ასო ნიშნებში არის დამარხული სწორედ ბაბილონური მთვარის კალენდარული სისტემა და ეგვიპტური მზის კალენდარული სისტემა და ამდენად ქართული ანბანი არის ერთგვარი სინთეზი მთვარის კალენდარული და მზის კალენდარული სისტემებისა. ეს შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ერთიანდება ორი სხვადასხვა კალენდარული სისტემა მზისა და მთვარისა. საქმე ის არის, რომ ფაქტიურად ძველი ცივილიზაციები იღუპება მეხუთე საუკუნით, ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან და
მათ სანაცვლოდ ამ ძველ ცივილიზაციებს ქართული ანბანი ინახავს და ამიტომ ამ თვალსაზრისით ქართულ ანბანს საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. აი ახლა ამის შემდეგ ჩვენ შევდგებით ქართული ანბანის განმარტებას.